მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით შევინარჩუნოთ მშვიდობა სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ტერიტორიული განხლიანება, ავიხსნოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება, საქართველოს კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი. ჩვენი ქვეყანა დაუზიანებლად, გაუნადგურებლად, ღირსეულად მივიყვანოთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელში. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს რადიკალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე. მივესალმებით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ტელევიზიით ადევნებენ თვალყურს ჩვენს დღევანდელ ღონისძიებას. როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ წარვადგენთ ჩვენი გუნდის ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველ ოცეულს. ვიდრე სიის წარდგენას შევუდგებით, გვინდა შეგახსენოთ განვლილი 4 წელიწადი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პერიოდი, რომელიც იყო ახსავსე ურთულესი გამოწვევებით ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას გახსოვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარალელური ხმისთათვლის გაყალბება, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების არაღიარება და პარლამენტის რამდენიმე თვიანი საბოტაჟი, ასევე ყველას გახსოვთ საბოტაჟის გარე მხარდაჭერა და 19 აპრილის გარედან თავს მოხვეული ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც სამ მიზანს ისახავდა: რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, სასამართლოზე კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის გავლენის დაბრუნებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე რადიკალური ოპოზიციის კონტროლის დამყარებას. ყველას გახსოვთ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაც, რამაც ქვეყნის განვითარება კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნა და სახელმწიფოს ღირსება შეუნარჩუნა. ყველას გახსოვთ ჩუალეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღალატი, რასაც რადიკალური ოპოზიციის მფარველების გათვლით ქართული ოცნების გუნდი უნდა ჩამოეშალა და ქვეყანა რიგარეშე არჩევნებამდე უნდა მიიყვანა. საბედნიეროდ საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ყველა გეგმა ჩავარდა, ქართული ოცნების გუნდი გაიწმინდა, ქართველი ხალხის მხარდაჭერით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ამით საქართველოს არეულობა და დაგეგმილი ომი ავარიდეთ თავიდან. ყველას კარგად გახსოვთ 2022 წლის მოვლენებიც. უმძიმესი ზეწოლა, რომელიც ქვეყანამ და ხელისუფლებამ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან გამოიარა. ყველას გახსოვთ ღია მოწოდებები მეორე ფრონტისკენ. გახსოვთ მოთხოვნები სანქციებთან მიერთებისა და უკრაინაში ებრძოლი მოხალისეების გაგზავნის შესახებ, რომელთა გარშემოც ქუჩაში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქციები იმართებოდა.
ყველას გახსოვთ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ ორი მოთხოვნის არ შესრულების გამო საქართველოსთან ელჩის გაწვევის შესახებ, რამაც საზოგადოებაში მაშინ სერიოზული მღელვარება გამოიწვია. მოგვიანებით ყველას გახსოვთ სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების შესახებ, რის საფუძველზეც რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა რევოლუციის მოწყობა სცადეს. ყველას გახსოვთ ურთულესი წელიწადნახევარი 2023 წლის დეკემბრამდე, რომლის განმავლობაშიც კანდიდატის სტატუსის სისტემა საქართველოში ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივების უმთავრეს ინსტრუმენტად იყო შეეული. თუმცა ისიც ყველას გახსოვთ, რომ ქართული ოცნება ქართულ ხალხთან ერთად ამ ბრძოლიდანაც გამარჯვებული გამოვიდა და 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღო. ასევე ყველას გახსოვთ გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები. საუკუნის აფიორა, უამრავი სიცრუე და ყალბი ბრალდება, ლიბერალურ-ფაშისტური და ბოლშევიკური კამპანია და თავდასხმები პარლამენტარებზე, რასაც მათ ღირსებით უბასუხეს. რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს. არაფერია იმაზე ქართული, ვიდრე ზრუნვა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე. 3000 წლის მანძილზე ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს თვითყოფადობა თავგანწირული ბრძოლითა და შრომით, სისხლითა და ოფლით შემოგვინახეს და მის შესანარჩუნებლად ჩვენი ბრძოლა და შრომა დღეს იქნება უკომპრომისო, როგორც არასდროს. ახლა, როდესაც კარს არის მომდგარი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრს, ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეულ დეპუტატს გასული 4 წლის განმავლობაში გამოვლენილი თავდადებისთვის, პრინციპულობისთვის და პატრიოტიზმისთვის. რომ არა თქვენი პატრიოტიზმი, პრინციპულობა და თავდადება, დღეს საქართველო იქნებოდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე, უკრაინაზე, მძიმე მდგომარეობაში. საქართველო არ იქნებოდა ისეთი სუვერენული, როგორც არის დღეს და საქართველოს არ იქნებოდა განვითარების ისეთი ფართო პერსპექტივა, როგორიც ჩვენს ქვეყანას აქვს დღეს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, თითოეულ პარლამენტის წევრს ამისათვის. გასული 4 წლის მიღწევები არის იმის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში. გასული 4 წლის მანძილზე ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, 40 მილიარდი ლარით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა, 10 მილიარდი ლარით გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი, 350,000 ადამიანს დავეხმარეთ სიღარიბის დაძლევაში, შევქმნით 156,000 სამუშაო ადგილი და საქართველოსთვის მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ზუსტად ანალოგიურად 2030 წლამდე ჩვენ მყარად უნდა დავიცვათ მშვიდობა, 10 მილიარდი ლარით გავზარდოთ ეკონომიკა და შესაბამისად გავზარდოთ ქვეყნის ბიუჯეტი, საბოლოოდ უნდა დავძლიოთ უმუშევრობა და სიღარიბე და საქართველოს უნდა გავაწევრიანოთ ევროკავშირში. თქვენთან ერთად ქართველი ხალხის ხარდაჭერით ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ახლა თქვენი ნებართვით შევუდგებით ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენას. ამ შემთხვევაშიც მოვლენათა შეხსენებით დავიწყებ. ყველას გახსოვთ 2011 წელი. სრული უიმედობა, ავტორიტარიზმი, არჩევნების გაყალბება, ადამიანების კლოლობა და წამება, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, მიტაცებული მედია, ომი და დაკარგული ტერიტორიები. სისხლიანი რეჟიმი, რომელიც ძლიერი გარე მფარველობით სარგებლობდა და რომლის შეცვლის იმედი საზოგადოებას უკვე სრულად ჰქონდა დაკარგული. სწორედ ამ დროს საზოგადოების წინაშე წარსდგა ადამიანი, რომელიც მანამდე ჩუმი ქველმოქმედებით იყო ცნობილი. 535 ეკლესიისა და მონასტრის აღდგენა, რესტავრაცია, 400-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია და აღჭურვა, ქართული ჯარის და პოლიციის მასშტაბური აღჭურვა და ინფრასტრუქტურის განვითარება, 300 კილომეტრზე მეტი დაგებული გზა და ხიდების რეაბილიტაცია, მასშტაბური პროექტები სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის მხარდასაჭერად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია, რესპუბლიკური სამავთყოფოს რეაბილიტაცია და აღჭურვა, საჩხერის სამავთყოფოს შენებლობა, რომლის მომსახურებითაც ყოველწლიურად 45,000 მოქალაქე სარგებლობს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, ჯან სულკახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის, თბილისის ფილარმონიის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა, უნიკალური საკონცერტო სივრცის ფლექსი არენას შენებლობა, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სხვა მუზეუმების, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის, მრავალი თეატრის, კულტურის ცენტრის, გასართობი პარკის, კინოთეატრისა და ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა.
უამრავი სახელოვნებო პროექტის, ფესტივალის, კონცერტის, გამოცემის, სამეცნიერო კვლევისა და ექსპედიციის დაფინანსება. 14 სპორტული ფედერაციისა და 6 კლუბის ეკიპირება და ფინანსური მხარდაჭერა. რაგბის განვითარებისთვის გაღებული 100 მილიონიანი ინვესტიცია და 10 სარაგბო კომპლექსის მშენებლობა. საფეხბურთო სტადიონებისა და ბაზების რეკონსტრუქცია. დიდველი სამთო-სათხილამურო კომპლექსის შექმნა, ხელოვნებისა და სპორტის ასობით მოღვაწის სისტემატური მხარდაჭერა, თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღების რეაბილიტაცია, მრავალი მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება. ეს იმ საქმეთა მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომელიც ერთმა ადამიანმა საკუთარი სამშობლოსთვის მხოლოდ 2012 წლამდე აკეთა. ის მიერ დღემდე განხორციელებული საქველმოქმედო პროექტების სრული ჩამონათვალი ბევრად უფრო ვრცელია. თუმცა ასეთი მასშტაბის ქველმოქმედების მოზეც კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანის მთავარი ქველმოქმედება მაინც მისი პოლიტიკური ქველმოქმედებაა. რომ არა მისი შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში, დღეს საქართველოში კვლავაც გაბატონებული იქნებოდა ავტორიტარიზმი, აგენტურის რეპრესიული, სრულიად ანტიევროპული მმართველობა, კვლავაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იქნებოდა ხელისუფლების მიერ ადამიანების კლოლობა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ერთი ხელიდან მართული მედია, არჩევნების გაყალბება, ომი და გრევა. რომ არა ამ ადამიანის გროს მეისტერული უნარი, რომლის წყალობითაც ჩვენმა ქვეყანამ მთელი ამ წლების მანძილზე ბეწვის ხიდზე იარა, რათა მშვიდობა და დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა. დღეს საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში იქნებოდა. დღეს რომ საქართველო არის დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფო. დღეს რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. დღეს რომ საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. დღეს რომ საქართველოს აქვს მშვიდობა, პირველ რიგში ეს არის სწორედ ამ ადამიანის დამსახურება. ვფიქრობ, არ გაგიჭირდება ჩვენი სიის პირველი ნომრის გამოცნობა და სცენაზე ხო დიდი პატივისცემით ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ქართული ოცნების გუნდს განვაგრძობთ სიის წარგენას. ჩემს თანაგუნდელებს ბატონ ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო სიის მეორე ნომრად ჩემი დასახელებისათვის. დიდი მადლობა. საარჩევნო სიის მესამე ნომერი არის ადამიანი, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გასული 4 წლის მანძილზე ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რომლის წინაშე ჩვენი ქვეყანა იდგა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობამ მიაღწია გამორჩეულ შედეგებს ქვეყნის უსაფრთხოების გამტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. სცენაზე ვთხოვ ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. დღეს ვრცლად ვისაუბრებთ იმ სირთულეებზე, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა გასული 4 წლის მანძილზე გამოიარა. სირთულეების მიუხედავად, მე-10 წლის პარლამენტი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარლამენტი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. და ეს წარმატება კონკრეტულმა ადამიანებმა შექმნეს. ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-4 ნომერია ადამიანი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული პრინციპულობით, სამართლიანობით, განსაკუთრებული პატრიოტიზმით, ღრმა განათლებითა და ერუდიციით. სცენაზე ვთხოვ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა ბაბუაშვილს. საქართველოს პარლამენტს წარმოადგენს ასევე საარჩევნო სიის მე-5 ნომერი. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც უკვე მერვე წელია ძალიან დიდი წარმატებით უწყობა ქართული ოცნების საპარლამენტო საქმიანობას. გარდა ამისა, როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მას უმნიშვნელოვანესი სიწვრილი მიუძღვის ჩვენი პარტიის გაძლიერებაში. პატრიოტიზმი, პრინციპულობა, განათლება, გამოცდილება არის ის თვისებები, რომელიც ამ ადამიანს გამოარჩევს. სცენაზე ვთხოვ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს და პარტიის აღმასრულებელი მდივანს ბატონ მამუკა მდინარაძეს. საარჩევნო სიის მე-6 ნომერი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართული პოლიტიკოსი, ყველაზე სტაჟიანი მინისტრი, რომელიც წლების მანძილზე ძალიან დიდი წარმატებით ემსახურა სახელმწიფო მმართველობის ორ ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავებულ მიმართულებას. საქართველოს პარლამენტში მისი შესვლა განსაკუთრებულად ეწყინება ჩვენს რადიკალ ოპონენტებს, რადგან პოლიტიკურ პოლემიკაში მასთან ყველა ოპონენტი სრულიად უძლური და უსუსურია. ეს არის ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და რომელსაც მას შემდეგ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის წარმატებაში. სცენაზე ვთხოვ თეატროლოგიანს. ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-7 ნომერი. არის ადამიანი, რომლის წარსადგენად მხოლოდ მისი პროფესიული მიღწევების ჩამოთვლაც სავსებით საკმარისია. თუმცა პროფესიულ მიღწევებთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს თავისი ქვეყანა და ამ სიყვარულითა და შრომით, დაუღალავი შრომით, უდიდესი სიამაყესა და სიხარულის განცდა აქვს არაერთხელ მონიჭებული თითოეული ჩვენგანისთვის. სცენაზე ვთხოვ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, 7 გზის სოფლიო ჩემპიონს და 7 გზის ევროპის ჩემპიონს აშატ ალახაძეს. ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია ნამდვილი ლეგენდის ჩვენთან ერთად ყოფნა. მადლობა ლაშა სამესათვის. ჩვენი საარჩევნო სიის მე-8 ნომერი არის ძალიან წარმატებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. მას დამთავრებული აქვს იტალიაში ბოგონის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, ეკონომიკის ევროპული სკოლის მაგისტრატურა. მან შექმნა საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია, რომელშიც დასაქმებულია რამდენიმე ასეული ადამიანი და რომელმაც გადაამზადა რამდენიმე 1000 ახალგაზრდა, რომლებიც დღეს წარმატებით ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას და თანამშრომლობენ წარმატებით როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებთან. სცენაზე ვთხოვ ჩვენი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრს, ვახტანგ ქურდამას. როგორც მოგეხსენებათ, ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის და ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. საარჩევნო სიის მე-9 ნომერია ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული წევრი, რომელსაც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. სცენაზე ვთხოვ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, პოლიტიკური საბჭოს წევრს მაკა ბოჭორიშვილს. ჩვენი საარჩევნო სიის მე-10 ნომერია ადამიანი, რომელსაც ასევე არ ჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. მას გამოვლილი აქვს რთული დღეები ცხოვრებაში, მათ შორის ბავშვობაში, სამთვიანი ტყვეობა ცხენვალის რეგიონში. თუმცა ეს სირთულეები მისთვის აღმოჩნდა მხოლოდ მოტივაცია იმისათვის, რომ საკუთარი შრომით უდიდესი წარმატებების მიაღწია. სცენაზე ვთხოვ ოლიმპიურ ჩემპიონს, სოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონს, ოლიმპიადის ყველა სინჯის მედლის მფლობელს გენო პეტრიაშვილს. მადლობა გენოს ჩვენთან ერთად დგომისთვის. ჩვენი საპარლამენტო გუნდის 10-მდე წევრმა 2 წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა დამოუკიდებელი მოძრაობა იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის გაიზიარებინათ მეტი ინფორმაცია ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ მეტი სიმართლე საზოგადოებას მათაც საკმაოდ მოზომილად გაუზიარეს და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საარჩევნო სიის მე-11 ნომრა წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც მთელი მისი საქმიანობის მანძილზე ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას და სიმართლეს, იქნება ეს სახალხო დამცველის პოზიციიდან, მინისტრის თანამდებობაზე თუ პარლამენტში საქმიანობის პერიოდში. სცენაზე ვთხოვ ბატონ სოზარ სუბარს. საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია ტურიზმი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით ვითარდება. ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრია ადამიანი, რომელიც უკვე წლებია ამ დარგის განვითარებას ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობს. სცენაზე ვთხოვ საარჩევნო სიის მე-12 ნომერს ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრს მარიამ ქრივიშვილს.
საქართველოს პარლამენტის გასული 4 წლიანი პერიოდი, საქმიანობის გასული 4 წლიანი პერიოდი გამორჩეულად ნაყოფიერი იყო კანონშემოქმედების თვალსაზრისით. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ასრულებს ყველაზე დიდი მოცულობისა და მნიშვნელობის სამუშაოს საქართველოს პარლამენტში და ამ საქმის გაძღოლას განსაკუთრებული განათლება და კომპეტენცია ესაჭიროება. ამ თვისებებით ჭარბად არის დაჯილდოებული ჩვენი საარჩევნო სიის მე-13 ნომერი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ბატონი ანდრი ოხანაშვილი. გთხოვთ ანდრი. საქართველოს პარლამენტში არის კიდევ ერთი კომიტეტი, რომლის საქმიანობასაც პარლამენტის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეს არის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რომლის საქმიანობასაც გამორჩეული კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ადამიანი უწყობა. სენაზე ვთხოვ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრს, ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს. წარმოგიდგენ ჩვენი საპარლამენტო გუნდის კიდევ ერთ ახალ წევრს, რომელიც ქართული ოცნების დაფუძნების დღიდან გვერდში უდგას ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. სცენაზე ვთხოვ ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს ხალბატონ ეკა ჯიჯინაძეს. საარჩევნო სიის მე-16 ნომერი არის კიდევ ერთი წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც უკვე წლებია სამშენებლო ინდუსტრიაში წამყვან პოზიციებს იკავებს. მას განათლება მიღებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტში და ლონდონში კასის ბიზნესის სკოლაში. სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა საინვესტიციო საბანკო სექტორში ნიუ-იორკსა და ლონდონში. ის არის კომპანია BK Construction-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. სცენაზე ვთხოვ ჩვენი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრს შოთა ბერეკაშვილს. საარჩევნო სიაში მე-17 პოზიციაზე წარმოგიდგენ საპარლამენტო გუნდის კიდევ ერთ ახალ სახეს, რომელიც უკვე მერვე წელია ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქტიურად უდგას გვერდში. ის არის მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროპათმცოდნეობის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპათმცოდნეობის დოქტორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. უკანასკნელ წლებში ის ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს. სცენაზე ვთხოვ ჩვენი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრს ლევან ნახაშვილს. საარჩევნო სიის მე-18 ნომერია საპარლამენტო გუნდის წევრი, რომელსაც თავის დროზე ქართული საზოგადოება ძირითადად მისი სპორტული მიღწევებით იცნობდა. ის იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი და არის 3 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონი. თუმცა დღეს მას ყველა უკვე სტაჟიან პოლიტიკოსად იცნობს. ეს არის პატრიოტი და პრინციპული ადამიანი, რომელიც ყოველთვის მყარად და ბოლომდე ედგა ქვეყნის ინტერესების და სიმართლის სადარაჯოზე. სცენაზე ვთხოვ ჩვენი მეგობარი მოძრაობის ხალხის ძალის კიდევ ერთ ლიდერს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. წარმოგიდგენ ჩვენი საპარლამენტო გუნდის კიდევ ერთ ახალ სახეს, ის არის მაღალკვალიფიციური იურისტი, მრავალწლიანი საადვოკატო გამოცდილებით. ამასთან ერთად ის არის გამორჩეული ხელოვანი და ერთგულად ემსახურება ქართულ კულტურას და მრავალხმიანობას. სხვადასხვა წლებში ის იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის რუსთავი და მართვის აღმასრულებელი დირექტორი. ის გახლავთ ანსამბლ ბასიანის სოლისტი, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის წევრი, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე და საზოგადოება ქართულის ხელმძღვანელი. სცენაზე ვთხოვ ბატონ გიორგი გაბონიას. და ჩვენი სიის მე-20 ნომერი. წარმოგიდგენთ ჩვენი საპარლამენტო გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრს. ის არის ფსიქოლოგი და საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მას აქვს პროფესიული საქმიანობის მრავალფეროვანი სტაჟი. 2019 წლიდან პროფესიული გამოცდილება შეეძინა ფინანსის სამინისტროს აკადემიაში, გენერალურ პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ის წარმოადგენს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიულის შარტავას ოჯახს. არის იმ კაცის შვილიშვილი, რომლის სახელიც განსაკუთრებული სიმძაფრით გვახსენებს ჩვენს ქართულ ოცნებას. დაუბრუნდეთ აფხაზეთში და მშვიდობითა და სიყვარულით გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. სცენაზე ვთხოვ ჩვენი საარჩევნო სიის მე-20 წევრს ლიკა შარტავას.
ალბათონებო და ბატონებო. როგორც ხედავთ, ჩვენი საარჩევნო პირველი 20 წელი შედგება პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი და ახალი წევრებისგან, ახალი სახეებისგან, ყველა ასაკის წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისგან. დასასრულს კიდევ ერთხელ და გავიხსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები. ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გადაწყვეტოს, ირჩევს ომს თუ მშვიდობას, ირჩევს საზოგადოების მორალურ გადაგვარებას თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს მნელ წარსულს თუ საქართველოს ნათელ ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვართ, ქართული ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რაც საქართველოში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი ევროპული მომავლის გამარჯვებას ნიშნავს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს. დიდი მადლობა. ქვეყნა და გაზაფხული სკლავად დამხატველო ცისრასულის თმახარჯაფარი მოდიალვის ხებს წელზე მოეხვიე ჩემი საქართველო აქარი ჩემო სიამაყე ჩემო საგარდნო ჩემი საქართველო აქარი მეცად ჩემი ღამე ულაგავათენო ჩემი საქართველო აქარი ლაღის სარვიელი ლაღი მცადამდელო ლაღი მიმოქცევა წაშორი ახალ თაობათა მოსვლა სანადრელო შენ ხარ შუქი ჩემი ჭაღარი ჩემო სიამაყე ჩემო საგარდნო ჩემი საქართველო აქარი მეცად ჩემი ღამე ულაგავათენო ჩემი საქართველო აქარი 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად. 2024 წელს ქართულმა ხალხმა და ქართულმა ოცნებამ უნდა დავასრულოთ ნაცმოძრაობა პოლიტიკაში. ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია გვინდა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით. შევინარჩუნოთ მშვიდობა სიმშვიდე. მოვახდინოთ ქვეყნის ტერიტორიული განხილვანება. ავიხსნოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება. საქართველო კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი. ჩვენი ქვეყანა დაუზიანებლად, გაუნადგურებლად, ღირსეულად მივიყვანოთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელში. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს რადიკალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში.